საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2017-ში მოიპოვა და ეს იყო უდიდესი მიღწევა ქვეყნის, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვთქვი 61 ქვეყანა არის, რომელს ევროკავშირის გარეთ, ვისაც აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის ტერიტორიაზე. ჩვენ ეხლა დიდი შანსია რომ ეს დავკარგოთ. გუშინ გააკეთა პაპუაშვილმა განცხადება, რომ ვითომ არაფერი არ არის ეს უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა იყო პრივილეგია, რომელიც ეძლევა ან ყველაზე მდიდარ და სტაბილურ ქვეყნებს, რომლებიც არიან ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნები, ან ჩვენ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით ეკონომიკურად განვითარებული, ჩვენ მოგვეცა როგორც პრივილეგია და წახალისება რეფორმების გასახორციელება. საქართველოს არა მარტო ასოცირების შეთანხმება არ შეასრულა, ანუ არ განახორციელა უამრავი აუცილებელი რეფორმა და ყველაზე მთავარი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, რომლის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ რუსული ტიპის ძალაუფლების ვერტიკალი, რომელსაც აკონტროლებს ერთი კაცი და ამ კაცს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.